1912 წლის 14 აპრილს ტიტანიკი, ლაინერი, რომლის სიგრძეც 269 მეტრი იყო, ატლანტიკის ოკეანეში მიცურავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟის წევრებმა ამ რაიონში არსებული აისბერგების შესახებ იცოდნენ, გემის სიჩქარის შენელება არავის უცდია. ამის ნაცვლად, მისი სიჩქარე 41 კმ/სთ-მდე გაზარდეს. დაახლოებით 23 საათსა და 40 წუთზე ძლიერი შეჯახების ხმა გაისმა. როგორც აღმოჩნდა, ტიტანიკი დიდი ზომის აისბერგს შეეჯახა. ყინულის დიდ ნაწილთან შეჯახებამ გემის კორპუსის მარჯვენა ნაწილში 91 მეტრიანი ხვრელი გააჩინა, საიდანაც წყლის ძლიერმა ნაკადმა გემში შეღწევა დაიწყო. მიუხედავად ამისა, 2240 ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტიტანიკის ჩაძირვა შეუძლებელი იყო. ითვლებოდა, რომ გემის ზედაპირზე ყოფნას იმ შემთხვევაშიც კი შეძლებდა, თუ მისი 4 განყოფილება წყლით დაიფარებოდა, მაგრამ იმ საღამოს წყალმა 6 განყოფილება დაფარა. გარდა ამისა, ტიტანიკზე მხოლოდ და მხოლოდ 20 ცალი სამაშველო ნავი აეტანათ, რომლებზეც საჭიროების შემთხვევაში 1178 ადამიანი დაეტეოდა, რაც დაახლოებით მგზავრების ნახევარია. თავდაპირველად გემზე 64 სამაშველო ნავის განთავსება იგეგმებოდა, მაგრამ გემის მფლობელებმა ჩათვალეს, რომ ასეთი რაოდენობა პირველი კლასის მგზავრებს ზღვის ხედს გაუფუჭებდა. საინტერესოა, რომ კატასტროფის მომენტში სამაშველო ნავებზე დასაშვებ ნორმაზე ბევრად ნაკლები ადამიანი აიყვანეს, რადგანაც თანამდვილებით არავინ იცოდა, თუ რა რაოდენობის ადამიანი ეტეოდა თითოეულ ნავზე. ეს შეცდომა მინიმუმ 500 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ისინი, ვინც გემთან ერთად ჩაძირვას გადაურჩნენ, საკმაოდ ცივ წყალში აღმოჩნდნენ. ატლანტიკის ოკეანის ყინულოვან წყალში აღმოჩენა უამრავი ადამიანისთვის ფატალური შედეგით დასრულდა. ამ კატასტროფას მხოლოდ 712 ადამიანი გადაურჩა, რაც დაახლოებით მგზავრთა საერთო რაოდენობის 32%-ია, მაგრამ სამწუხაროდ ტიტანიკის ჩაძირვა ერთადერთი საზღვაო კატასტროფა არ ყოფილა. ამ ეპიზოდში იმ ყველაზე ფართომასშტაბიანი საზღვაო კატასტროფების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც ტიტანიკზე ბევრად უარესი შედეგებით დასრულდა. 1948 წელს ჩინეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. კომუნისტური პარტია ძალაუფლებას დღითი დღე იხვეჭდა. ამიტომაც ათასობით ადამიანი შანხაიდან გაქცევას იქამდე აპირებდა, სანამ კომუნისტები ქალაქში გამოჩნდებოდნენ. მათი გადარჩენის ერთადერთი გზა ორთქლმავალი კიანგია გახდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ხომალდმა 4 დეკემბერს სანაპირო 2140 დევნილთან ერთად დატოვა, რაც დასაშვებ ნორმაზე თითქმის ორჯერ მეტია, მაგრამ რეალურად იმ დღეს ორთქლმავალზე ბევრად მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დასაწყისისთვის მგზავრობა მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ შანხაიდან 80 კილომეტრის მოშორებით ყველაფერი მომენტალურად შეიცვალა. მოულოდნელად ორთქლმავალზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. სავარაუდოა, რომ აფეთქება მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა წყალქვეშა ნაღმმა გამოიწვია. იმის გამო, რომ წყალი ღრმა არ იყო, გემი მთლიანად არ ჩაძირულა. მისი ზედა ნაწილი წყალს ზემოთ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, იმ მგზავრთა უმეტესობა, ვინც აფეთქებას გადაურჩა, გემში შეჭრილი ძლიერი ნაკადის გამო მალევე დაიხრჩო. გარდა ამისა, წყალმა რადიომიმღებიც დააზიანა, რომელიც ქვედა განყოფილებაში განეთავსებინათ. მიმღები მწყობრიდან იქამდე გამოვიდა, სანამ ეკიპაჟის წევრები განგაშის სიგნალის გაგზავნას მოასწრებდნენ. 3 საათის შემდეგ გადარჩენილებმა სასიგნალო მაშხალა ისროდეს. მალევე მცირე ზომის გემები მათ დასახმარებლად მოვიდნენ, მაგრამ ამ დროისთვის გადარჩენილთა რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო. ჩანაწერების თანახმად, აფეთქების, გემის ჩაძირვისა და ჰიპოთერმიის შედეგად კიანგიაზე დაღუპულთა რაოდენობა ტიტანიკის ჩაძირვისას გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობაზე 3-ჯერ მეტია. საერთო ჯამში ამ გემის ჩაძირვას 3920 ადამიანი ემსხვერპლა. ამიტომაც ეს შემთხვევა ჩინეთის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი საზღვაო კატასტროფაა. 1987 წლის დეკემბერს ფილიპინების ერთ-ერთ პორტში, ბორანზე, რომლის სახელიც დონიაპასი იყო, უამრავი მგზავრი ავიდა. ისინი სახლებში ახალი წლის აღსანიშნავად ბრუნდებოდნენ. 93 მეტრის სიგრძის ბორანს 1518 მგზავრის გადაყვანა შეეძლო, მაგრამ იმ დღეს მის პორტზე 4400 ადამიანი იმყოფებოდა. 20 დეკემბერს 6 საათსა და 30 წუთზე დონიაპასმა კუნძული ლეიტა დატოვა. ისინი მანილაში ჩასვლას მომდევნო დილის 4 საათისთვის გეგმავდნენ. ადამიანთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მოგზაურობა მშვიდად მიმდინარეობდა. ამიტომაც ღამის დადგომასთან ერთად გზავრების უმეტესობამ უშფოთველად დაიძინა, მაგრამ დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე ბორანი მცირე ზომის გემს, სახელწოდებით ვექტორს შეეჯახა. კარგი ხილვადობისა და ზღვის სიმშვიდის მიუხედავად, არც ერთმა გემმა ერთმანეთის არსებობის შესახებ არ იცოდა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, დონიაპასის კაპიტანი იმ მომენტში საკუთარ კაიუტაში ფილმს უყურებდა, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი წევრები დასასვენებელ ოთახში ლუდს სვამდნენ. გარდა ამისა, ორივე გემს რადიომიმღები დაზიანებული
ჰქონდა. ყველაფერთან ერთად ვექტორი ჩვეულებრივი გემი არ ყოფილა. ის 52 მეტრის სიგრძის ტანკერი იყო, რომელსაც იმ მომენტში 1000 ტონა ნავთობპროდუქტი გადაჰქონდა. შეჯახებისას ვექტორის ტვირთს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც აფეთქება და ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ხანძარი მალევე დონია პასზეც გავრცელდა. მგზავრთა უმეტესობა აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ მათ, ვინც თავდაპირველ აფეთქებას გადაურჩა, დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერათ. წყალში ჩაღვრილ ნავთობს ცეცხლი ეკიდა და გარდა ამისა, დონია პასზე არსებული სამაშველო ჟილეტები ჩაკეტილი იყო. ამიტომაც გადარჩენილებს სამაშველო ჟილეტების გარეშე ცეცხლოვან წყალში გადახტომა უწევდათ. შეჯახებიდან 1 საათის შემდეგ ერთ-ერთმა გემმა ცეცხლმოკიდებული ხომალდი დაინახა. მას მიუახლოვდა და ბორტზე გადარჩენილი მგზავრები აიყვანა. სამწუხაროდ 4440 მგზავრიდან მხოლოდ 26 ადამიანი გადარჩა. ამ საშინელი კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ტიტანიკზე გარდაცვლილთა რაოდენობას 2800 ადამიანით აღემატება. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, როდესაც საბჭოთა კავშირის ძალები დასავლეთისკენ დაიძრნენ, გერმანია ოპერაცია ჰანიბალის განხორციელებას გეგმავდა. ეს ოპერაცია საზღვაო ევაკუაციის გეგმას მოიცავდა, რომლის მიხედვითაც გერმანული არმია და სამოქალაქო პირები აღმოსავლეთ ევროპიდან სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. 1945 წლის იანვარში 100,000-ობით გერმანელი დევნილი პოლონეთის ქალაქ გდინას პორტს მიადგა. მათ 208 მეტრის სიგრძის სამხედრო ხომალდზე ვილჰელმ გუსტლაფზე მოხვედრა სურდათ. 30 იანვარს გემი გერმანიის მიმართულებით დაიძრა. გემს 1465 ადამიანის გადაყვანა შეეძლო, მაგრამ იმ დღეს ხომალდზე 10,000 ადამიანი იმყოფებოდა, რაც დასაშვებ ნორმაზე თითქმის 7-ჯერ მეტია. სწორედ ამ დროს ხომალდს საბჭოთა კავშირის წყალქვეშა ნავი S-13 უთვალთვალებდა. ამავე დღეს 9 საათზე წყალქვეშა ნავმა გემის მიმართულებით 3 ტორპედო ისროლა, რამაც მისი სერიოზული დაზიანება გამოიწვია. ისინი, ვინც აფეთქებას გადაურსნენ, სასწრაფოდ სამაშველო ნავებში ჩასასხდომად გაიქცნენ, მაგრამ ნავები გემის ბორტს მიეყინა. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, ხომალდი მარცხნივ გადაიხარა, რის გამოც მარჯვნივ განლაგებული სამაშველო ნავები მგზავრებისთვის მიუწვდომელი გახდა. საბოლოოდ გემის ჩაძირვამდე წყალში მხოლოდ 9 ცალი ნავის ჩაშვება მოასწრეს, რის გამოც გადარჩენილთა უმეტესობას ბალტიის ზღვის ცივ წყალში გადახტომა მოუწია. სამწუხაროდ, იმ დღეს წყალში არსებული ტემპერატურა 4 გრადუსზე ნაკლები იყო. ამიტომაც ადამიანებმა გონება რამდენიმე წუთში დაკარგეს და საბოლოოდ გარდაიცვალნენ. ის მგზავრები, რომლებმაც ნავებში ჩასხდომა მოასწრეს, მოგვიანებით მაშველებმა გადაარჩინეს. სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გადარჩენა მხოლოდ 1200 ადამიანმა შეძლო. ასე რომ ვილჰელმ გუსტლაფის ჩაძირვას ტიტანიკთან შედარებით 6-ჯერ მეტი მსხვერპლი მოჰყვა. 2002 წლის სექტემბერში 79 მეტრის სიგრძის ორთქლმავალი სენეგალში ზიგინშორის პორტიდან დაკარის მიმართულებით დაიძრა. როგორც წესი, ის თითქმის 500 კილომეტრიან მონაკვეთს კვირაში 2-ჯერ ფარავდა, მაგრამ 2002 წლის დასაწყისში გემის ძრავი დაზიანდა, რის გამოც მისი შეკეთება გახდა საჭირო. ძრავის შეკეთების შემდეგ გემი წყალში კვლავ ჩაუშვეს, მაგრამ ამჯერად მას მგზავრები კვირაში ერთხელ გადაჰყავდა. სწორედ ამ შეზღუდვის გამო გემზე მოხვედრა საკმაოდ ბევრ ადამიანს სურდა. 26 სექტემბერს, როდესაც ორთქლმავალმა პორტი დატოვა, მასზე 1863 მგზავრი იმყოფებოდა, რაც დასაშვებ ნორმაზე 580 ადამიანზე თითქმის 3-ჯერ მეტია. ორთქლმავალზე იმდენად ბევრი მგზავრი ასულიყო, რომ პორტიდან გასვლის შემდეგ ის მარჯვნივ გადაიხარა. მიუხედავად ამისა, 11 საათამდე მგზავრობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მაგრამ მალევე ორთქლმავალი ძლიერ შტორმში მოხვდა. ჩვეულებრივ სიტუაციაში გემი შტორმიდან დაუზიანებელი გამოვიდოდა, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, იმ დღეს მგზავრები საკმაოდ ბევრნი იყვნენ. ამიტომაც შტორმში შესვლიდან ზუსტად 5 წუთში გემი ამობრუნდა. ამობრუნებას დიდი მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ მგზავრები წყალქვეშ მცირე ზომის საჰაერო ჯიბეში გაიჭედნენ. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ მათ დასახმარებლად არავინ მოდიოდა. სწრაფი ამობრუნების გამო ეკიპაჟმა განგაშის სიგნალის გაგზავნა ვერ მოასწრო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთმა გადარჩენილმა სასიგნალო მაშხალა ისროლა, მცირე ზომის გემები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ პორტზე რამდენიმე გადარჩენილი მგზავრი აიყვანეს, სამაშველო გემები საკმაოდ გვიან გამოჩნდნენ. ამიტომაც წყალქვეშ ამობრუნებულ გემზე მყოფი ადამიანების გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. კატასტროფიდან 16 საათის შემდეგ გემი მთლიანად ჩაიძირა. 1863 მგზავრიდან მხოლოდ 64 მათგანი გადარჩა. ეს აფრიკის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი საზღვაო კატასტროფაა. ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ ზღვაში უსაფრთხოების ნორმების გასაძლიერებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი იქნა მიღებული. მაგალითად, კანონი მეზღვაურების შესახებ 1915 წელს მიიღეს და ამ კანონის თანახმად აუცილებელი იყო, რომ სამგზავრო გემებს საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები ჰქონოდათ. ერთ-ერთი ასეთი გემი ისტლენდი იყო. 81 მეტრის სიგრძის გემს დიდებული ტბების დედოფალს უწოდებდნენ, მაგრამ მისი განსაკუთრებული ვიზუალისა და სისწრაფის მიუხედავად ეს გემი არაპრაქტიკული იყო და მძიმე წონა ჰქონდა. ამიტომაც ახალმა კანონმა ისტლენდის მდგომარეობა
მდგომარეობა ბევრად გააუარესა. თავდაპირველად მის სპორტზე 6 ნავი იყო განთავსებული. კანონის მიღების შემდეგ კი მათი რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, გემზე 37 ტივის და 2500 სამაშველო ჟილეტის დამატება გახდა საჭირო. ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ გემის კიდევ უფრო დამძიმებას შესაძლოა მისი ჩაძირვა გამოეწვია და როგორც მოსალოდნელი იყო, მათი ვარაუდი 1915 წლის 24 ივლისს გამართლდა. ისლენდი მდინარე ჩიკაგოს სანაპიროზე გაჩერებულიყო, რათა მგზავრებს მასზე ასვლა შესძლებოდათ. დილის 6 საათსა და 41 წუთზე, როდესაც გემი ჯერ კიდევ სანაპიროზე იყო, ის მარჯვენა მხარეს გადაიხარა. პანიკაში ჩავარდნილმა ეკიპაჟის წევრებმა მისი გასწორება სცადეს, მაგრამ ამჯერად ის მარცხენა მხარეს 25 გრადუსით გადაიხარა. რამდენიმე წუთის შემდეგ გემი გვერდზე გადაბრუნდა. მათ ვინც გემბანის ზედა ნაწილში იმყოფებოდნენ, გემის დროულად დატოვება მოახერხეს, მაგრამ ქვედა ნაწილში დარჩენილ ადამიანებს ნაკლებად გაუმართლათ. გადმოუბრუნებისას უმეტეს მათგანს მძიმე ავეჯი შეეჯახა. ამიტომაც მიღებული ტრამვების გამო მათ გემის დატოვება ვერ შეძლეს. ბორტზე მყოფი 2500 მგზავრიდან 844 ადამიანი გარდაიცვალა. ადამიანთა უმეტესობა სანაპიროდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაიღუპა, რის გამოც ისლენდის ტრაგედია ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი საზღვაო კატასტროფაა. ისლენდის ტრაგედიამდე 800 წლით ადრე თეთრი გემი, რომელიც ვიკინგების დრაკარის მსგავსი იყო, ლა-მანშის სრუტის გადაცურვას აპირებდა, რათა ინგლისელი დიდგვაროვნები საფრანგეთიდან ინგლისში დაებრუნებინა. ტომას ფიცსტეფანმა, ერთ-ერთმა გემის კაპიტანმა, ინგლისის მეფეს ჰენრიხ პირველს საკუთარი გემით სარგებლობა შესთავაზა, მაგრამ დიდგვაროვანთა ნაწილმა, მათ შორის პრინცმა უილიამმა, თეთრი გემით მგზავრობა ამჯობინა. მოგზაურობისას დიდგვაროვანთა მეორე ნაწილმა, რომლებიც ფიცსტეფანის გემზე ასულიყვნენ, თეთრ გემთან შეჯიბრება გადაწყვიტეს. თეთრი გემი საკმაოდ სწრაფი იყო და ამიტომაც კაპიტანი და ეკიპაჟის წევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ისინი ინგლისში პირველები ჩავიდოდნენ, მაგრამ ისინი ცდებოდნენ. ლა-მანშის სრუტის გადაცურვისას თეთრი გემი ნორმანდიის სანაპიროსთან წყალქვეშა კლდეს შეეჯახა, რის შემდეგაც მალევე ამობრუნდა. 300 მგზავრიდან მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა. გარდაცვლილებს შორის პრინცი უილიამიც იყო. მისმა სიკვდილმა ტრაგედია არა მხოლოდ მეფისთვის გამოიწვია, არამედ ქვეყნის სრულ წყვდიათში ჩაძირვაც განაპირობა. 15 წლის შემდეგ, როდესაც მეფე ჰენრიხი გარდაიცვალა, კანონიერი მემკვიდრის არარსებობის გამო ინგლისელებს შორის სამოქალაქო ომი გაჩაღდა. როგორც იმ დროის ჩანაწერებში აღწერილი, ბრძოლების გარდა უამრავი ადამიანი შიმშილის გამო გარდაიცვალა. მე-19 საუკუნეში ამერიკა ოქროს ციებ-ცხელებამ მოიცვა. მათ შორის ყველაზე ფართომასშტაბიანმა კალიფორნიულმა მრავალი ოქროს მაძიებლის ყურადღება მიიპყრო. მოპოვებული ოქროს გადასატანად, როგორც წესი, ორთქლმავლებს იყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ცენტრალური ამერიკა, 85 მეტრის სიგრძის ხომალდი იყო. 1857 წლის 3 სექტემბერს ეს გემი, რომლის ბორტზეც 9 ტონა ოქრო აეტანათ, პანამის კოლონიიდან ნიუ-იორკის მიმართულებით დაიძრა. 4 წლის განმავლობაში ეს მისთვის 44 მოგზაურობა იყო. 6 დღის შემდეგ კაროლინის სანაპიროსთან გემი ძლიერ ქარიშხალში მოხვდა. 169 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ქარმა გემის საფრები ნაწილებად დაფლითა. 11 სექტემბერს ნახშირის ქვაბი მწყობრიდან გამოვიდა. ძრავის გარეშე დარჩენილი ცენტრალური ამერიკა ერთ ადგილზე უძრავად გაჩერდა. ხომალდის კაპიტანმა უილიამ ჰერნდანმა ანძაზე ამერიკის ამობრუნებული დროშა ჩამოკიდა, რაც მეზღვაურებში ერთგვარ განგაშის სიგნალად აღიქმებოდა. მალევე შემთხვევის ადგილას ორი გემი გამოჩნდა, რომლებზეც სამაშველო ნავებით 153 ადამიანი აიყვანეს. გასაკვირია, მაგრამ ეკიპაჟის უმეტესობამ ცენტრალურ ამერიკაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც მათ ძვირადღირებული ტვირთის გადარჩენა სურდათ. სამწუხაროდ 12 სექტემბერს 20 საათზე ორთქლმავალი ჩაიძირა. ამ დროს მასზე ეკიპაჟის 425 წევრი იმყოფებოდა. ადამიანების დაღუპვის გარდა გემის ჩაძირვამ სხვა მრავალი პრობლემებიც წარმოქმნა. სხვადასხვა მონაცემების თანახმად მის ბორტზე დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ოქრო ინახებოდა. ფინანსური დანაკარგი იმდენად სერიოზული იყო, რომ გემის ჩაძირვის ინფორმაციამ 1857 წლის პანიკა გამოიწვია, რაც მოგვიანებით პირველ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა. ცენტრალური ამერიკის ჩაძირვიდან 8 წლის შემდეგ შეერთებულ შტატებში ბევრად მძიმე საზღვაო კატასტროფა დაფიქსირდა. 1865 წელს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ტყვეებს სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს. ვიქსბურგში, მისისიპის შტატში დატყვევებული ჯარისკაცები გემის ბორტზე დიდი სიხარულით ავიდნენ. 79 მეტრის სიგრძის ორთქლმავალს 375 ადამიანის გადაყვანა შეეძლო, მაგრამ ამერიკის მთავრობა ერთი ადამიანის ტრანსპორტირებისთვის $2.75, ანუ დღეისათვის დაახლოებით 51 $1 იხდიდა. დიდი თანხის გამომუშავების მიზნით გემის კაპიტანმა კეს მეისონმა ბორტზე 2400 ადამიანი აიყვანა. გარდა ამისა, იქამდე სანამ ორთქლმავალი პორტს დატოვებდა, აღმოჩნდა, რომ მისი ძრავი დაზიანებული იყო, მაგრამ მომგებიანი სახელმწიფო კონტრაქტის შესასრულებლად კაპიტანმა მისი ზედაპირული შეკეთება გადაწყვიტა. 27 აპრილს 3 საათზე პორტის დატოვებიდან 4 საათის შემდეგ ორთქლმავალი მომენტალურად აფეთქდა. ადამიანთა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ეს ყველაფერი კონფედერატების მოწყობილი იყო, მაგრამ რეალურად აფეთქება ძრავის გაუმართლების
მართაობამ გამოიწვია. ხის კონსტრუქციის გამო ხანძარი გემზე სწრაფად გავრცელდა. მგზავრთა უმეტესობა აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ კატასტროფას გადაურჩნენ. 2300 ადამიანიდან 700-მა გადარჩენა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მეისონი გადარჩენილებს შორის არ ყოფილა. არაპროფესიონალ კაპიტნებზე საუბრისას ფრანჩესკო სკეტინაც არ უნდა დაგვავიწყდეს. 2012 წლის იანვარში ის კოსტა კონკორდიას კაპიტანი იყო. 290 მეტრის სიგრძის საკრუიზო გემი ხმელთაშუა ზღვაში დაცურავდა. მის ბორტზე 4229 მგზავრი იმყოფებოდა. კაპიტანმა გადაწყვიტა, რომ ისინი სანაპიროსთან ახლოს უნდა მისულიყვნენ, რათა მგზავრები კუნძულზე მაცხოვრებლებს მისალმებოდნენ. საკრუიზო გემმა 29 კმ/სთ სიჩქარით ცუდად განათებული სანაპიროსკენ ცურვა დაიწყო, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაპიტანმა ეს უცნაური გადაწყვეტილება საცოლეზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით გააკეთა, რომელიც იმ მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა. რამდენიმე წუთში გემი წყალქვეშა კლდეს შეეჯახა, რის გამოც მასში 53 მეტრის სიგრძის ბზარი გაჩნდა. როდესაც გემი დაიტბორა, ის მარჯვნივ გადაიხარა. საკრუიზო გემის ჩაძირვა პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ასეთი დაუფიქრებელი საქციელი გემის კაპიტნისგან საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. კატასტროფის დაფარვის მიზნით კაპიტანმა იტალიის სამაშველო გემები არ გააფრთხილა, რის გამოც მგზავრების ევაკუაცია შეჯახებიდან 1 საათის შემდეგ დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, კაპიტანმა ხომალდი იქამდე დატოვა, სანამ საყოველთაო ევაკუაცია დაიწყებოდა. რთული 6 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გემიდან მგზავრების გამოყვანა დასრულდა. ამ კატასტროფის შედეგად 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კაპიტანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საბოლოოდ კომპანიამ დაზარალებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს 91 მილიონი დოლარი გადაუხადა. შედარებისთვის ეს თანხა ტიტანიკის ჩაძირვის შედეგად გადახდილ კომპენსაციის თანხას 5-ჯერ აღემატება. 1945 წლის ივლისში მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ინდიანაპოლისი, ამერიკის ფლოტის კრეისერი წყნარ ოკეანეში ლეიტის ყურის მიმართულებით მიცურავდა. 186 მეტრის სიგრძის ხომალდის ბორტზე 1195 ადამიანი იმყოფებოდა. მალევე იაპონიის წყალქვეშა ნავმა ინდიანაპოლისის მარჯვენა ბორტის მიმართულებით საწვავის აუზების თავზე 2 ტორპედო ისროლა. აფეთქების შედეგად გემი 12 წუთში ჩაიძირა. სამაშველო ჟილეტების ნაკლებობის გამო ადამიანთა უმეტესობა ოკეანეში ყოველგვარი გადარჩენის შანსის გარეშე დარჩა. ბაღჩობის, ყურვილისა და წყალში არსებული დაბალი ტემპერატურის შედეგად უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, კატასტროფამ ასობით ზვიგენის ყურადღებაც მიიპყრო, რომლებმაც მალევე გადარჩენილებზე ნადირობა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ გემიდან განგაშის სიგნალი სამ სადგურს გაეგზავნა, მათ დასახმარებლად არავინ მოსულა. საქმე იმაშია, რომ პირველ სადგურზე კავშირგაბმულობის უფროსი მთვრალი აღმოჩნდა. მეორე კარტის თამაშით იყო გართული, ხოლო მესამემ მიღებული შეტყობინება იაპონელების დაგებულ მახეთ ჩათვალა. 4 დღის შემდეგ ამერიკის ავიაციის ერთ-ერთმა პილოტმა ოკეანეში გემის ნამსხვრევები შენიშნა და სასწრაფოდ დახმარებას გამოუძახა. როდესაც მაშველები შემთხვევის ადგილას მივიდნენ, იმ დროისთვის 1195 ადამიანიდან გადარჩენა მხოლოდ 316 ადამიანს მოეხერხებინა.